ბატონ შავა, როგორ ფიქრობთ, თუ ვერ გაიმარჯვეთ არჩევნებში? რუსეთის საელჩოს რაც შეეხება, რუსეთის საელჩოს რეზიდენტი, რუსეთის აგენტი, გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, თავისი დედიძმით, თავისი NKVD-ს გენერალი ბაბუით, პაპით და სწორედ სააკაშვილი გახლავთ ის კაცი, რომელსაც ვარდების რევოლუციის დროს გვერდით ედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, დედით ქართველი, სხვათა შორის არ არის ცუდი კაცი, კახეთშია გაზრდილი, მაგრამ ახლა მთელი საქართველოს შეაცდინა და იგორ ივანოვი შეაცდინა, რა პრობლემა იყო, მე თუ რომ რუსეთის ინტერესებში იყო მისი მოსვლა აქ, ხო? და მისი უშუალო გამზდელი და მამობილი გახლავთ რუსეთის დაზვერვის პატრიარქი, შეფი ევგენი პრიმაკოვი, რომელიც აქაც ჩამოდის ამასთან სახში, ეს რომ მოსკოვში ჩადის, ის თამადადოზის სუფრაზე. თუ ვერ გაიმარჯვეთ არჩევნებში და პრეზიდენტი გახდა კვლავ მიხეილ სააკაშვილი, როგორ ფიქრობთ, გაჩნდება თუ არა კვლავ საფრთხე თქვენი დაკავების, ცნობილი ბრალდებების გამო, მით უმეტეს რომ თქვენ მხოლოდ სიტყვიერი პირობა გაქვთ მიღებული? კი, ამას პირდაპირ აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩოს ჩარევის შემდეგ და ვაშინგტონის ჩარევის შემდეგ, იქ თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ნიქსონ ცენტრი ძალიან აქტიურად მოქმედებდნენ და ასავლეს ჭკუა ვინ იყო რუსეთის აგენტი და ვინ იყო გადამტრიალებელი და მართლაც საოცარია რა რუსეთის აგენტი გადაარჩინა ვაშინგტონმა ეს საოცარი თანამშრომლობა ეხლა რამენერაც სააკაშვილისტებმა არ დააბრალონ ამერიკასაც რუსეთის აგენტობა ხო აი მათ ჩარევის შემდეგ რა თქმა უნდა მივიღე მე წერილი კონტრდაზვერვის სამმართველოდან ეხლა ხო წარმოგიდგენიათ მე და კონტრდაზვერვის სამმართველოს სხვათა შორის მაგათი ვიდეო კამერა ისევ დგას იმ ჩემი ოფისის წინ და აიღეთ სანამ ჩამოგიგდებთ მაგას და გაგიტეხავთ რა მე არ დაგვაბრალოთ უკვე წაღებულია ტვინი ეხლა სპეციალურად რომ ბიზნესმენი ვინმე არ მოვიდეს და არ დაგვაფინანსოს ის კამერა დგას და იმას იქიდან იღებენ ამდენად ფაქტიურად დღეს ჩვენ თუ პრეზიდენტი ვერ გახდებით დაგაპატიმრებენ ასე გამოდის დღეს ჩვენ ვართ ფაქტიურად დიქტატორული რეჟიმის პირობებში და თუ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ჩემ დაპატიმრებას ვინჩი ვიზახლა მე პოლიტიკაში უკვე შეგვებული ვარ ტყვიასაც, ციხესაც და ყველაფერს შეგვებული უბრალოდ არ მინდოდა ეხლა ახალაების და სააკაშვილის ციხეში მოხვედრა, სადაც უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებიან პატიმრებს, თორემ ეხლა კაცი ციხეში უნდა დაჯდეს და კაცი იმის კაცი რომ ყველაფერი უნდა აიტანოს, ხო? რა თქმა უნდა დაიწყება საშინელი ტერორი, დაიწყება საშინელი ცენზურა, ანგარიშწორება საბოლოო ჯამში დაირღვევა ქვეყნის სტაბილურობა, ისინი ვერ მართავენ ქვეყანას შიში და ტერორი და რეპრესიებით და შეიძლება დაბრუნდეთ ძალიან შავმილ დროში. ამიტომ მე ერთხელ კიდევ ვთხოვ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ამერიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია 2 დღის წინ, საკმაოდ სერიოზული და რეკომენდაცია მისცა თეთრ სახლს, რომ გააკონტროლოს არჩევნების გამჭვირვალეობა 5 იანვარს. ევროპელები არიან შეშფოთებული და ევროპარლამენტის და ევროკომისიის გადაწყვეტილება იცით თქვენ რომ იქ არაფერი სააკაშვილიზე კარგი არ წერია. ფაქტურად ეს არის უკვე მეფელირის მდგომარეობაში იმ განსხვავებით რომ მეფელერი კეთილშობილი ჰუმანური პიროვნება იყო და ოჯახური რაღაცა უსიამოვნება მოვიდა ამას უსიამოვნება მოვიდა მთელი ერთთან მთელ სახელმწიფოსთან არის შიშველი მეფე უკვე გაბანძებული ამ სიტყვის სრული გაგებით ამიტომ უნდა კეთილი ინებოს ამ არაკაცმა აი პირდაპირ ვეუბნები და არაკაცი როა დაუმტკიცებ როდესაც დამიჯდება პირდაპირ ეთერში სანამ არ დამიჯდები პირდაპირ ეთერში არაკაც დაგიძახებ ყოველთვის აი გიცოდე რა ხო ვიცი თან ზის და უყურებს ახლა ზის და უყურებს როგორ საუბრობთ საერთაშორისო მხარდაჭერაზე ბუნებას შეეფერა უკეთრად მიუხედავად ამისა უნდობლობა გამოუცხადეთ დამკვირვებელთა გარკვეულ ჯგუფს ხომ არ ნიშნავს ეს რომ ნიადაგს ამზადებთ რომ თუ დამარცხდით არჩევნებში მაშინ არჩევნების შედეგებს გაყალბებულად გამოაცხადებთ მე ერთი რამე ვიცი ჯერ ერთი 15 წლის ბრძოლის შემდეგ შალვა ათილაშვილი რო არჩევნებში დამარცხდება იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს ანუ საქართველოს აქვს მომავალი და შეუძლებელია შალვა ათილაშვილი დამარცხდეს თუ ოდნავ ობიექტური არჩევნები იქნება. ოდნავ ობიექტური, მაგრამ ვინაიდან საქმე გვაქვს გამყალბებლებთან, ბოროტმოქმედებთან, მკვლელებთან, სადისტებთან, კაცთან, რომელმაც მოკლა პრემიერ-მინისტრი თავისი გამზრდელი, რომელიც იძლეოდა პოლიტიკური ოპონენტების მოკლის ბრძანებებს და განკარგულებებს, ანგარიშწორების ბრძანებებს. თუ გაქვთ რამე გამოვიდა მისი თავდაცვის მინისტრი, გენერალური პროკურორი აია ამ სტუდიაში აკარიჯ და ირაკლი. მარჯვენა ხელი მის საიდუმლოების სკივრი და თქვა რომ ბატონი ჟუანიეს გვამი მიტანილი იქნა იმ ბინაში, უკვე მოკლული, ხო? და გამოვიდა და თქვა რომ უკვეთავდა პატრაკაციშვილის და სხვა, მე თქვა ნათელაშვილის მკვლელობასაც გვიკვეთავდა, მაგრამ მე ამოიღეს ის რეკლამიდან რატომღაც არ ვიცი რატო ის არის ამონა, მე მაგალითად არ მესამოა ჩემ მკვლელობას რო გვიკვეთავდა, მაგრამ ეს ფაქტები ირაკლიმ თქვა, ხო? ასევე სხვა ოპონენტების მკვლელობებს. კარგით, მაყურებელს მოусმინოთ თუ შეიძლება. გისმენთ როგორია თქვენი შეკითხვა? საღამოშვიდობისა გისმენთ. შეკითხვა გისმენთ? ალბათ ნებისმიერია და ბავშვობაში დედას გაულახებათ, მაგრამ დედაზე ხელი არავის არ აგვიწერია, ხო მასია? ჩვენი ქვეყანა ხო ჩვენი დედა, მიუხედავად იმისა, რომ ასე გაგვამწარა დაუშვათ ამ ცხოვრება, ხო? ასე ხომ არ შეიძლება ჩვენ ქვეყანაზე ხელი ავიღოთ და
ვიღაცას მივყიდო. აი ქვეყანა რომელიც ჩვენი წინაპრების სიცხით არის მოწყობილი. ახლა მე სულ ნერვიულობ. ბატონო შევლა ძალიან გთხოვთ ის რაღაცა ერლიკი არ მომაკეროთ ამ თავრობის იმაზე. მე ერთი გამზარებული კაცი ვარო ჩემი უდანაშაულო ბავშვი ჩიდაძის ბავშვად ციხეში. მაგრამ მიუხედავად ამისა მე ჩემ ქვეყანას არ გავყიდი, ვერცულსაც ვერ მივყიდი და მე არა ვარ ის კაცი რომ რაღაც იმაზე გავყიდო ჩემი ქვეყანა. მადლობთ. მე მინდა მოგახსენოთ რომ მივესალმებით თქვენს პატრიოტიზმს და არც გდებთ ბრალს რომ მიშისტი ბრძანდებით, ღმერთმა დაგიფაროთ და ღმერთმა თქვენი შვილი თუ ძმა ყავს დაჭერილი რომ მშვიდობით გამოიყვანოს, მაგრამ სააკაშვილმა უკვე მიყიდა რუსეთს საქართველოს და თუ არ გჯერათ, გაერეთ ხვალ, შეერეთ კომპანია თელასში, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქს ჩუბაის, შეიარეთ მადნეულში, რომელიც ეკუთვნის სააკაშვილის ბიძის ძმაკაც რუსეთის კგბ-ს გენერალოვს, ესე იგი გენერალიც არის და გვარიც გენერალოვი აქვს. ორმაგი გენერალია. ელცინის დროინდელი ოლიგარქი. შეიარეთ საზღვაო სანაოსნოში ბათუმის, რომელიც რუსებს ეკუთვნის, ენერგოპრო რუსებს ეკუთვნის და მათ შორის ნოღაიდეს და ვიღაც ადრეს თქვი აფერის მამალაძეს, რომელიც პრაღაში ზის და იქ ვითომ ეს არის. ასევე რუსეთს ეკუთვნის ეს მთელი რუსაქრუს ენერგო, ეს გაზგამანაწილებელი, ეს ყაზახტრანსგაზი არის, იგივე მათ შორის არის იგივე რუსი ოლიგარქების ხედან სამეთვალყურო საბჭოში. რუსებზე გაყიდული ეს ძირითადი სასტუმროები, სადაც აი დაანგრიეს ეს კორპუსი თაბუკაშვილზე და კემპინსკი თუ კაპიტალ ვოსტოკი შენდება, ეგ რუსების კომპანია. ასე რომ აზოტი რუსებზეა მიყიდული, ასე რომ სააკაშვილმა რისი მიყიდვა შეიძლებოდა რუსებზე, ყველაფერი გაყიდა და ვიღა უნდა მოვიდეს უარესი პრორუსული და რაღა უნდა მიყიდოს ამ რუსებს და მე აღარ იყიდეს რუსებმა ეს ლაგოდეხის ტყეები და ჩხოროწყუს მშვენიერი სავარგულები და ამიტომ აიღო და ჩხოროწყუ მიყიდა ჩინელებს და ლაგოდეხი მიყიდა იტალიელებს. კიდევ ერთ მაყურებელს მოვსვიდეთ ბატონ შალვა, თუ შეიძლება საღამოშვიდობისა თქვენ ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონ შალვა, გამოგილოცავთ იმეც ყველას დაბრუნებას. ბატონო შალვა, იმ შემთხვევაში თქვენ თუ გახდებით პრეზიდენტი, დანარჩენ ოპოზიციონერებთან თუ გექნება შეთავაზება, რომ რამოდენიმე ასე რომ ვთქვათ, თანამდებობების შეთავაზება თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე და პროფესიონალიდან გამომდინარე. თუ გექნებათ ასეთი კოალიციური თანამშრომლობა ბოლომდე. დიდი მადლობა. მე არაერთხელ განმეცხადებია და აქაც ვადასტურებ ამ ჩემთვის საპატივსაცემო ტრიბუნაზე და სტუდიაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის პიროვნების არჩევანი და ნაკლებად პარტიისა პარტიების. თუმცა ლეიბორისტული პარტია ერთ-ერთი სახელოვანი შეიძლება ითქვას ერთადერთი კლასიკური პარტია 15 წლის მანძილზე, ყველა მახასიათებლით, ლიდერებით, ეხლა იქ 8-9 ცნობადი ლიდერია და მე შემეძლია ვთქვათ, მოველაპარაკოთ ჩემს თანამებრძოლებს, გავაკეთოთ 8-9 პარტია, ხვალვე, მერე გავერთიანდეთ და დავირქვათ, რომ აი კოალიციური მთავრობა მოვდივართ. მე ვაცხადებ, რომ ჩემ პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს პოსტი ეკუთვნის ხალხს, ეს პოსტი ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს. მე იმ წუთში შევხვდები ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს, ვინცკენ სიყრის და ვეთქვი, რომ წარმოადგენთ მთავრობა. მოვილაპარაკეთ, რომელიც ყავთ კაი პროფესიონალი მრეწველობაში, ეკონომიკაში, ის დავნიშნოთ ეკონომიკის მინისტრად, რომელიც კაი პროფესიონალია თქვათ ოპერატიულ იურიდიულ საკითხებში შენასაქმეთა მინისტრად, რომელსაც უფრო ეხერხება საგარეო პოლიტიკა, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, გარწმუნებთ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო სისხლ და ხორცო ხალხო, რომ არც მე, არც ჩემი პარტია, არც ჩემი ოჯახი, არც ჩემი ნათესავები საქართველოს კონკურენციას არ გაუწევს, არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, არც ბიზნესში, არც ფულების დაგროვებას დავიწყებთ, არც ქთამებს ავიღებთ, გაყიდულ სიმდიდრეს დაგიბრუნებთ, უფასო განათლებას დავაკანონებთ. უფასო ჯანდაცვა გარანტირებული იქნება, გადასახადები წყალზე გაუქმდება საერთოდ, შუქზე, გაზზე, ტელეფონებზე, განახევრდება და ის ნახევარიც დაიფარება როგორც მოგახსენეთ იმ მსხვილი ბიზნესის მიერ და მათ შეუმცირდებათ გადასახადები, სამაგიეროდ დღგ და ბრუნვის გადასახადი. იქნება ჭყონდიდელი საქართველო. ჭყონდიდელი საქართველო და რას ნიშნავს ეს? ყველა დანიშნა სიტყვიერად შეთანხმდება უწმინდესთან და უნეტარესთან და საქართველოს სინოდთან. სიტყვიერად შეთანხმდება, რათა აღარ გაგვიპაროს მთავრობაში სექტების შემომყვანები, ეკლესიის და ჯვრის მგრეველები და სატანისტები, ლევან რამიშვილისნაირი, ბოკერიასნაირი, ანტიმართლმადიდებლები, სააკაშვილისნაირი, ესე იგი, ცუდი გაგებით გლობალისტები, რომელსაც ზურს ეკლესია და რწმენა. შეიძლება მოусმინოთ კიდევ ერთი ზარი გვაქვს საღამოშვიდობისა თქვენ ღია ეთერში ხართ.